დღეს ვიბაზრებთ კრიპტოს სიახლეებზე, ასევე იმ ბაზრის გამოწვევებზე, რომელიც დღეს რეალობაში გვიდგას და ასევე პატარ-პატარა airdrop-ებზე, რომელიც შეიძლება გქონდეს წინ. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია და სპონსორია Bitnet, თუ კრიპტო მაშინ Bitnet. აი გამბავი არის, მოკლედ. დარეგისტრირდით, QR კოდი არის მან, შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე, ჩვენი რეფერალი გამოიყენოთ კრიპტო ბაზარი და ხო, არ დაგავიწყდეთ ლაიქი, არ დაგავიწყდეთ subscribe და follow. Короче, მოკლედ, თქვენს კაი საქმე გაქვთ რა. ამიტომ მიხედეთ. რა შობი ნიკოლაი? სალამი როგორ ხართ? არ მაშინებს წითელი ხაზები და აქვე კიდე დავამატებთ იმას, რომ კრიპტო ბაზრის YouTube გვერდზე როგორც კი გადახვალთ, შეგიძლიათ ჩაწეროთ როგორ ვიყიდო ბიტკოინი საქართველოში და მარტივად იქნება ახსნილი ყველაფერი, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ, როგორ უნდა გაიაროთ KYC, როგორ უნდა გადარიცხოთ თანხა და როგორ უნდა შეისყიდოთ, მოკლედ ესა თუ ის აქტივები ძალიან მარტივად აქვს ლადოს ეს ყველაფერი ახსნილი. მოკლედ ტრადიციულად გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სიახლეებზე. ეხლა უკვე განვიხილავთ ერთად ამ სიახლეებს და რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. მეორე ნაწილში შევეცდებით, რომ მიმოვიხილოთ თუ რა ხდება ფასის კუთხით ბაზარზე და მესამე ნაწილში გააჩნია ხარ რამდენად აქტიურები იქნებით ამ აქტიურობის და მიხედვით კომენტარებს გაეცემა მოკლედ პასუხი. პირველი ნაწილი და პირველი სიახლით, ხო, შეიძლება გძლადოთ კი. პირველი ნაწილი და პირველი სიახლე ეხება მანტრას და როდესაც საუბრობთ სიახლეზე, არ დაგავიწყდეთ Twitter გვერდზე აქტიურობა, რადგან აი დღესაც ჯგუფში დავდევი ერთ-ერთი airdrop-ი, სადაც მოკლედ Twitter გვერდზე აქტიურობის მიხედვით თუ ყავდათ ისეთი ფოლოვერები, რომლებიც სიტყვაზე ჩართულები არიან სხვადასხვა AI agent-ების პროექტებში ან ზოგადად საინტერესო პროექტებში, მოკლედ ეს ეკოსისტემა თუ გქონდათ შეგროვებული, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შეიძლება airdrop მიგეღოთ მონაწილეობა, ან თქვენი ეთერიუმის საფულე თუ აქტიური იყო Base-ზე და სხვადასხვა მსგავს პროექტებზე, რომელიც დაკავშირებული არის ამ Kaitos პროექტზე, სხვათა შორის Kaito ქვია პროექტს და ალბათ შეიძლება ვიღაც ქართველი ყავდეთ უკან. ქუთაისლები არ ვიღოთ მონაწილეობას. სახელის მოფიქრებაში ან ამ მსგავსი, როგორც თამადის ამბავი იყო, სწორედ მოკლედ Kaitos airdrop შეიძლება გადაამოწმოთ. აი ხარ შეიძლება პირველ სიახლეს, სიახლე ეხება მანტრას, სხვათა შორის. მანტრა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ცდილობს ზოგადად, რაც არის მოკლედ ასე ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში ეს ინფორმაციები და ეს ინფრასტრუქტურები გადმოიტანოს ბლოკჩეინზე და შესაბამისად მოკლედ ბევრი სხვადასხვა პროდუქტის ბლოკჩეინზე გადმოტანა მოხდეს. სტატისტიკის მიხედვით, სხვათა შორის ავთო ესეთი განაცხადიც იყო, რომ ესე იგი 20-27 წლისთვის დაახლოებით მთლიანი არსებული ინფრასტრუქტურების 10% შეიძლება აღწერილი იყოს უკვე ბლოკჩეინზე და შესაბამისად ეგრეთ წოდებული real world ასეთების ასე ვთქვათ ტენდენცია მზარდი იქნება ამ კუთხითაც და ზოგადად მსგავსი პროექტები საინტერესო იქნება. ახლა მანტრაზე რატომ იქნება საუბარი? მანტრას თავაზობს მოკლედ იმ პროექტებს, რომლებიც მსგავს ესი პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ და თუ ხართ საქართველოში კიდევ ერთხელ ის ადამიანები, ვინც სიტყვაზე თქვენი ინფორმაციის ან დაუშვათ თქვენი კომპანიის გაციფრულებაზე ფიქრობთ, ბლოკჩეინში გადატანაზე ფიქრობთ, ან სხვადასხვა მოკლედ ნივთების და ღირებულებების ასე ვთქვათ ბლოკჩეინში ატვირთვას, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მოკლედ მანტრას აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობა, რომელსაც სხვათა შორის გაგიკვირდებათ და Google-ის გულშემატკივრობს და Google-იც არის ამ ყველაფრის პარტნიორი. მოკლედ ნელ-ნელა Google Cloud-ი რომ დავაკონკრეტოთ, ასე ვთქვათ, Google-ის ერთ-ერთი პროდუქტი და შესაბამისად, მოკლედ, მანტრაზე აქტიურები, ზოგადად ეს ტენდენცია ვისაც გაინტერესებთ, მათთვის ხომ კარგი და ვინც მანტრაზე აქტიურები იყავით, აი ლადო როცა საუბრობდა კოსმოსის ჯგუფში და ბევრი არ აკვირდებოდა თუ ვალიდატორი მანტრა ყავდათ, მოკლედ, როცა დასტეიკებდით ატომს ან ნებისმიერ სხვა ასე ვთქვათ, ატომის ეკოსისტემის coins თუ ვალიდატორი ყავდათ მანტრა, დიდი ალბათობით თქვენ შეგიძლიათ მე შეიძლება სამომავლოდ airdrop-იც დაგერიცხოთ, რომლის გადამოწმებად მანტრას გვერდზე შეგიძლიათ, თუმცა ერთბაშად არ მოხდება ამ ყველაფრის დარიცხვა. და ამ ყველაფრის დარიცხვა მოხდება ნაწილ-ნაწილ
მოკლედ მსგავსი ტენდენციები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგადად ბლოკჩეინიზაციას, მოკლედ ეს ტერმინი დავაფუძნოთ და შემოვიტანოთ ბლოკჩეინიზაცია სამწუხაროდ ქართველები პიონერები ვიყავით ამაში, მაგრამ არ განვავრცეთ ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურის დონეზე და სხვათა შორის წინა გადაცემებშიც ვისაუბრე, ილონმა თქვა თუ არ ვცდები, რომ ბლოკჩეინზე გამჭვირვალედ უნდა იქნას გადმოტანილი ყველაფერი საბოლოო ჯამში და ყველაფერი ასე ვთქვათ, უფრო მარტივად მიკვლევადი უნდა იყოს და ის პრობლემა აღარ იქნება, რომ ვიღაც 300 წლის ადამიანს და 200 წლის ადამიანს ვითომ დახმარება ერიცხება, ხო, ესეთ ნონსენსები არ მოხდება. კორუფციის ამბებიც მათ შორის კარტელური დარიგებებიც ყველაფერი, რატო ხარ წინააღმდეგი ჩემო ბიუროკრატებო ამ ყველაფრის მითხარით? ხო, ბიუროკრატებს მოუწევთ და მე ხშირად მოვუწოდებ და ასე ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა ფინანსური რჩევა არ არის, მეობრული რჩევა არის, დეველოპერებო გამოფხიზლდით კიდევ ერთხელ და ზოგადად გაიქცელო დეველოპერებო გამოფხიზლდით, თორე რა ვიცი. სხვები გამოფხიზლებულები არიან კი. სხვები აშენებენ იდეაში და ქართველ დეველოპერებო გამოფხიზლდით, რადგან კი შეიძლება პროექტები ახალგაზრდით ვიზახი ამასულ კი შეიძლება პროექტები ჯერჯერობით არის ჰაიპში და აი ამ პროექტებში თუ ხარ ჩართული შესაბამისად რაღაც airdrop-ით ტოკენები და coin-ები გერიცხებათ, მაგრამ bear market-ის დროს მოკლედ იქნებიან ასე ვთქვათ სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც იქნებიან ორიენტირებული არა უშუალოდ coin-ის და ტოკენის დარიგებაზე, არამედ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც პირობითად მანტრას, Google-ს ან სხვადასხვა პროდუქტს გაუმარტივებს ასე ვთქვათ თავის ინფორმაციის blockchain-ში გადმოტანას და სახელმწიფოებსაც კი და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სახელმწიფოს ან სახელმწიფო ორგანიზაციას მიწეროთ ასე ვთქვათ შემდგომში რომ აი მე გამზადებული ეკოსისტემა მაქვს და მე გამზადებული ეკოსისტემა მაქვს და შესაბამისად ამ გამზადებული ეკოსისტემაზე თქვენ მარტივად შეძლებთ მოკლედ ამა თუ იმ ინფორმაციის გადმოტანა. სხვადასხვა ძალიან საინტერესო სიახლე არის ბაზარზე, ნუ ჩინეთის ნუ აი ისინი Wall Street-ის სასტავი და Forex-ის სასტავი ატყდა, რომ ჩინეთმაო money supply გაზარდაო იანვრიდან იმამდეო და უბრალოდ მეთოდოლოგია შეცვალეს რეალურად. ანუ ატყდა Wall Street-ის ჟურნალი და სხვათა შორის Guardian და ასე შემდეგ. ყველა ის ტრადიციული მედია, რომელიც ყოველთვის ხშირად იტყუება ხოლმე და ცილსწამებს ხოლმე კრიპტოვალუტების ასე ვთქვათ სასტავს თქვენ განათლებული ადამიანები არ ახლა და ჩვენ განათლებულები ვართო, თუმცა ის აოცრებაო Wall Street-ის ჟურნალისტები ცდებიან ელემენტარულ ძალიან ბაზისურ ეკონომიკურ პრინციპებში და ასევე წესებში, რომელიც სხვათა შორის ზოგადად არსებობს ამ სოფლიოში, სამწუხაროდ არსებობს რაღაცეები, ასე ვთქვათ. და მოკლედ ესეთი სიახლე არის, რომ emerging money supply-ის ნაწილში ჩინეთის ასე ვთქვათ ეს supply გაიზარდაო, გაორმაგდაო, ანუ რეალურად ისინი ამ წინადადებით ამბობენ, რომ ჩინეთმა ორჯერ მეტი ფული დაბეჭდა, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ emerging money supply-ში აქამდე შედიოდა რეალურად ну აი უფრო მეტად თავისუფალი ფული, რომელიც არის აი მაგალითად cash-ის გამსაზღვრელი იყო, ამას როგორც ვთქვათ, ეგ ცალკე საკითხი არის და მეორე ნაწილი არის ხო, ანუ მარტივად წვდომადი ფული სახსრები, რომელიც იყო და ახლა ბანკმა მაგალითად ამ შემთხვევაში ხალხის ჩინეთის სახალხო ბანკმა დაამატა ესე იგი ორი ნაწილი, ერთი არის ეს არის household bank account-ი, ანუ ეს პირადი აკაუნტები და ასევე თუნდაც ის ანგარიშები და პლუს კიდე digital wallet-ები, როგორც არის ახლა მაგალითად მათ შორის ჩინეთში Alipay, WeChat Pay და ასე შემდეგ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დაანონსდა, რომ შეცვლიდნენ ამ მეთოდოლოგიას და რამდენიმე თვის წინ უნდა კი ბატონო და ზუსტად ამის გამო არის რომ ახალი გზით, ანუ ახალი მეთოდოლოგიით ითვლიან ფულის არსებობას ბაზარზე შესაბამისად, ანუ არაფერი არ დაპრინტულა მაგდენი და არაფერი არ ასე ვთქვათ ბაზარზე არ შეცვლა, უბრალოდ უფრო მეტად ციცხადე გახდა ჭყალებში, ვითომაც ციცხადე გახდა ბაზარზე. და ეგ ბაზარისთვის ზოგადად კარგია, ბუნებრივია თუ ფულის მოცულობებს და ასე ვთქვათ ფინანსური ინსტიტუტების მოძრაობებს დავაკვირდებით, აქ ჩინეთიდან უფრო მეტი დატა გვექნება, ისედაც აგროვებდნენ ამ დატას ზოგადად, მაგრამ ესე ოფიციალურად არ დებენ და ერთი პლუსი გვექნება, რომ უბრალოდ ოფიციალურად კი მაგას შემხვდა სხვათა შორის Twitter-ზე რამოდენიმე ინფორმაცია და ხო, ნუ სანამ ორჯერ რაღაცის გაზრდასო და აკვირდებით და მანამდე კითხვა უნდა დასვათ რეალურად, რომ ორჯერ როგორ შეიძლება გაიზარდოს შიტკოინი ხო არ არის? ორ თვეში. არა, ეს ერთი დღის ამბავია თუ რაღაც კოლექტივის არა და. დეკემბერში ხო დაანონსდა რა ის და ის ვის ახსოვს იქ ვიღაცა ჩარტი გახსნა და შევა და არიქა ავშენდით და რაღაცა მსგავსი ხო?
ნუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ავთოს თქმის არ იყოს აპრიორი არ არის ის რომ რომელიღაც CNBC-ს როგორც დადო მაშინ ხო გახსოვს კი მანიპულირებენ ბაზით უბრალოდ რა რეალურად მაგით გამოიწვიეს ადამიანებში პოზიტიური ემოციები იმისათვის რომ ბაზარზე თუნდაც ტრადიციულ ბაზარზე ამ შემთხვევაში არა მაქვს მე საუბარი კრიპტო ბაზარზე ხო ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ტრადიციულ ბაზარზე პოზიტიური სენტიმენტები ყოფილიყო და ძალიან დიდი ბოდიში 2 წუთში ეს პოზიტიური სენტიმენტები გაქრა. ნიუსაც შეკერეს და გაყიდეს. ამას ვეძახით ხოლმე, ხო არის გოლდიგერი და ესა ნიუს დიგერი რა. კი, აი ახლა მეორე სიახლე იქნება ზუსტად ნიუსებზე და შენ საუბრობდი მოკლედ ამაზე. შენც მოკლედ საუბრობდი ამაზე. სხვათა შორის წინა გადაცემაში ვისაუბრე ვიტალიკზეც და ეთერიუმზეც და რავი ამ ადამიანის მოძრაობას რასაც აკვირდებით, ჯერჯერობით შეცდომებს არ უშვებს და ერთ-ერთი ლიბრაზეც ისაუბრა და პირიქით იქაურ communities დაუდგა და თქვა რომ ეთერიუმის დეველოპერები ძალიან ბევრი არიან არგენტინიდან და იმასაც გაუსვა ხაზი რომ არგენტინას აქვს პოტენციალი იმისა რომ კრიპტო მიმართულებით იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამას როდის ამბობდა ავთოკუჭა აი ავთოკუჭას აფხოში ეს ყველაფერი დატესტა და შესაბამისად ვიტალიკმა გაიგო და ვიტალიკმა ხო ვიტალიკამ უნდა გითხრას ხო ანუ საბოლოო ჯამში ნახე რა ხდება ის რომ სხვათა შორის ვიტალიკი იმასაც არ მოერიდა მელანიას და ტრამპის ტოკენი როცა დაიდო მაშინაც ხმამაღალი განცხადება იყო და ჩვენ გადაცემაში ვისაუბრეთ ამას შესაბამისად აქაც ლიბრასთან მიმართებაშიც კაცრი განცხადებები იყო აქ შეფუთვა სადეს აქ პოლიტიკური მასას თუ მოკლედ ვისაც კი მილეიზე რაღაცა პრობლემა ქონდა ყველა ბუნებრივია რაღაც როდესაც ადამიანს ფეხი წაუწდება ყველამ ჯაჭირა მაშინ თუმცა ცალსახა კიდევ ერთხელ მსგავსი სიახლეების და ბევრჯერ მქონია ხო სხვათა შორის კამათი რომ აი Twitter-ის აკაუნტს ვერ ტეხენან Twitter-ზე არა ანუ მე მირჩევნია რომ რაღაც წუთების ჰაიპი ასე ვთქვათ გადავავადო და მეტნაკლებად ვნახო ინფორმაცია, ვიდრე რაღაც ყულფში ამოყო თავი და Twitter-ზეც იყო Jupiter-ზეც ვისაუბრეთ და ჩვენ Twitter გვერდზეც დევს, რომ Jupiter-ის Twitter გვერდმა რაღაც კონტრაქტი დადო, რომელიც 30 წუთის თუ 1 საათის განმავლობაში იყო, ადამიანები შევიდნენ, რა ყული იყო ჩვეულებრივი და მე რა ხდება? მე Jupiter-ი რამეს აკეთებს, რამე კომპენსაციები გაიცა, მე არ გამიგია მსგავსი რაღაც, ხო? ამიტომ ნებისმიერ Twitter აკაუნტსა და მით უმეტეს თუნდაც ჩვენი Twitter აკაუნტის მიხედვით რამე სისულელეს თუ დავწერთ, ეგრევე შეგიძლიათ მოგწერთ, რომ ეს რაღაც სისულელე ხდება, ან ჯგუფში თუ რაღაცა და შესაბამისად ჩვენ ცოცხალი ორგანიზმი ვართ და ჩვენ ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია რომ რეაგირება კონდეს და არა მილეივით რომ რამოდენიმე საათი იდოს და შემდეგ ეს სხვა რაღაცა ყოფილა. რისი თქმა მინდა მოკლედ. ის ადამიანები, ვისაც ვაძაგებთ და გასაგებია რომ ბიტკოინერებისთვის და ბიტკოინის მოყვარულებისთვის სხვა არაფერი არ არსებობს ამ ქვეყნად გარდა ბიტკოინისა, მაგრამ ფაქტია რომ ეთერიუმი და მსგავსი პროექტები და უფრო ეთერიუმზე ვისაუბრებ, მაინც მეტნაკლებად დეკლარირებულად ცდილობენ, რომ რა პრობლემებიც გააქვთ რეალურ ცხოვრებაში, იმ პრობლემების მოგვარება მოხდეს და ბაში შევეცადეთ რა თქმა უნდა ბიტკოინზე ველაპარაკმა, მაგრამ ბიტკოინი ისეთ თემაა, რომ ბიტკოინი შეიძლება ძალიან ბევრი ილაპარაკო და საბოლოო ჯამში ვერ ამოწრო. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ეთერიუმის კუთხით კარგი არის რა თქმა უნდა მსგავსი ინფორმაცია და ვიტალიკის გამოცოცხლებაც ამ ამბებში კარგია, რადგან თუ shitcoins და პრობლემას არ დავარქმევთ, მაშინ ინდუსტრიაში ვინ შემოვა, იმის არ იყოს. ამას წინათ რო იხსენებდი შენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის შვილზე არ იხსენებდი, ისე იხსენებ, რომ აი ხო, იმ შვილმა შეცდომა დაუშვა და შვილის შეცდომის გამო, ანუ შვილის შეცდომა მარტივი მაგრამ რაღაცა იცი, ადამიანები მაგაზე დაიწყებენ, რომ აი კრიპტო არის სქემა. ამაც არა ბიჭო, ანუ მაგით თქვა რომ შვილი მყავს დებილიო, ამდენი ვასწავლეო, ამდენი ფული მივეციო, არაფერი არ მოვაკელიო და მე ადგაო რაღაცაზე მეკამათებოდაო, თავისებურად რაღაცა სტეპენი იყიდაო, ბოტასიო, მე მოვიდაო ჩემთან და დედიო, შენო მართალი იყავი, მე დებილი ვარო. ხო, მაგრამ ეს მე და შენ და ჩვენ მამაყურებელმა იცის კარგად, მიხვდები და ვიღაცა ამ სიტყვაზე ვინც ბლოკჩეინში და ამ ინფრასტრუქტურაში არ გაყვა, ვიღაცამ ფული დაკარგა, ხო გითხარი რომ ფულს დაკარგავდიო, მიხვდები რაზე არის საუბარი. შესაბამისად, ესეთი ინციდენტები თუ არ შევამცირეთ და ამ შემთხვევაში ეთერიუმს და ვიტალიკს, რა ვიცი, ერთი ქულა ჩემგან, ბუნებრივია კიდევ ერთხელ და მეორე ქულა ავთოსგან, რომ არგენტინას უჭერს მხარს. ხო, ნეგატიური გამოცდილება მე ვამბობ რა ქართულ ბიზნესებთან მიმართებაში მით უმეტეს. სასწავლო ვინც აქ ბიზნეს აკეთებთ საბოლოო ჯამში, ანუ ან ესპანური ისწავლეთ და ბილიარი მაინც გახსენეთ არგენტინაში, იმიტომ რომ გიღირთ, დამიჯერეთ, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც გადასახადები ჯერჯერობით არ ჩამოხსნილა ის გადასახადები, რომელიც საუბრობთ უნდა ჩამოიხსნას, მაგის მიუხედავად მაინც გირჩევთ.
მეორე ნაწილი რომ ელ-სალვადორსაც გადახედოთ, იმიტომ რომ ჩვენ ბაზარს 100,000 ჯერ ჯობია მაინც რა. მინიმუმ თუ აკეთებთ, რა ვიცი, თუ გინდათ რომ დაუშვათ digital business თუ აკეთებთ, productions თუ აკეთებთ, არ ვიცი რა, რაღაც სერვისებს თუ აკეთებთ, რომელიც იქეთ არაა. Business consulting-ია, რა ვიცი, მოკლედ, ბევრი რაღაც შეგვიძლიათ მოიფიქროთ. რა, ორი კვირა ადექით და წადით არგენტინაში, ნახეთ თქვენი თვალით როგორია ეკოსისტემა და ნახეთ რა ჭირდება იქ არსებულ მოსახლეობას. ჩვენ ვიყავით დაახლოებით 2 კვირიდან თუ 1 თვემდე, აღარ მახსოვს, მარტში და საკმარისზე მეტი იყო იმისთვის რომ მეგრძნო რა ჭირდებოდა ბაზარს ჩემი მიმართულებებით თუნდაც ფინანსური პროდუქტების მიმართულებებით თუნდაც მიტანის სერვისების ანუ ადეგი გაკოტრებული ქართული სტარტაპები რომლებსაც კოდი მაინც აქვს ნორმალური ნუ თუ აქვთ ეგეც საკითხებია მაგრამ ისეთი მაინც რომელსაც კოდი აქვს ნორმალური იყიდეთ $1000-ში $1500-ში ყველა წაიგეთ არგენტინაში და გააკეთეთ ბიზნესი ავი ძალიან მარტივია რა აქცევის ამბავი მოკლედ აქ ბიზნესი არ ვიცი ხოდა ისეთია რა. დიდი კითხვის ნიშანია. ხოდა ისეთია და ხედავთ როგორიც. უნდა გავითარდეს მოკლედ ეს ბაზარი იმისთვის რომ გადავიდეს სხვა ბაზარზე. არა, დასავლეთივით არის, ხო, ფაქტობრივად, აი, ხო, ბუმი შეგიძლია რომ ატყდა ნებისმიერ პროდუქცია და დატესტო. მაგარი кайფი რა არის, იცი რომ კონკურენტი ამ გამოცდილებით ამ ბაზარზე თუ კაი ტიპი ხარ რა, ანუ ამ ბაზრის გამოცდილებით იქ რო ჩადიხარ, კონკურენტი არ ყავს. ანუ თავიდან კონკურენციაში ვერ შემოდა, ვერც ბირჟები ვერ შემოდიან, კადრები არ. რეალური ბიზნესი არის საუბარი, ხა რეალური ბიზნესი თუ არსებობს საქართველოში და გადარჩა ნიშნავს რომ ნებისმიერ იმას რა ქვია, ნებისმიერ ქვეყნის და მით უმეტეს ესეთი შესაძლებლობები, სადაც გადასახადებიც მზირდება, ოღონდ შე რამე გააკეთე და ზედ გადაყვებიან, შეგიძლიათ დატესტოთ პროექტები. ყოველ შემთხვევაში არგენტინაში უეჭველი გადარჩება. მაგის გარდა არგენტინას აქვს ერთი ძალიან კაი რაღაც, რაც მე მომეწონა. ანუ გუბერნიებად რო არის დაყოფილი თვითონ გუბერნატორებთანაც თუ შეხვდები და თუ გაუზიარებ და თუ ეუნები და შენ თუ ოღონდ ასიკული ქართველი ბიზნეს ცეხავიკივით არ უნდა იფიქროთ ანუ ეგრე არ კეთდება რეალური ბიზნესია საუბარი მე გესაუბრები და ხარ რეალურ ბიზნესმენებს და არა იმათ რა ქვია ამის იქეთ რო ვერ იხედებიან და ეს ვიწრო ჩაჩოში რო არის ტენდერი მოვიგე და ავაშენე მაგაზე არ ვსაუბრობ ეგენ ბიზნესმენები არ არიან ჩემთვის რა ვიცი ახლა მარკეტინგზე რო არ ფიქრობს ტიპი ბრენდინგზე არ ფიქრობს რეპუტაციაზე არ ფიქრობს მინიმუმ 5 წელზე არ ფიქრობს თავის ბიზნესი როგორ შეიძლება განვიდო ვიზუალიზაციას ვერ იკეთებს საკუთარ თავში იმას რაზე უნდა ველაპარაკო ხო? მაგრამ მან ხედეთ თემა რა არის ბიჭო. აი ისეთი ადამიანები რომლებიც მაგალითად იციან და მაგის თქმა არ ჭირდებათ რომ სოციალური პასუხისმგებლობა აღებული აქვს ბიზნესს, მაგალითად როგორ ჩვენ პირობითად გვაქვს ფასიანი სერვისები, გვაქვს უფასო სერვისები. ვეხმარებით ვიღაცას დაუშვათ იქეთ ხო? თუ უფასო უნდა შეამცირო, რა თქმა უნდა გქონდეს პატარა წილი, მაგრამ უნდა გქონდეს. ანუ იქ რო ჩადიხარ დაუშვათ სხვის ქვეყანაში არგენტინაში და რო აკეთებ ბიზნესს, თუ აკეთებ, ფულს ადექი 10% გამოყავი რეზერვად და იქაური, რა ვიცი, შენთან ახლოს ცხოვრები, დასახლების, რა ვიცი, შვილები, იმათ შვილებს ასწავლო, განათლება დაუფინანსო და ასე შემდეგ. ახლა ვინმე არ შემომიხდეს თუ არა, ახლა შენ რასაც ამბობ, ნახე, ეგ პრობლემა ბევრგან არის და რა პრობლემაზეა საუბარი? ახლა კაიტოს airdrop-ზე რო ვსაუბრობ, ეს პროდუქტი რა არის რეალურად ავთო, ნახე. ეს პროდუქტი შვება ისეთ რაღაცას, რომ რაღაც ბაზებს აწვდი, ამ ბაზებზე სიტყვაზე ვინც აქტიურია მაგ ინფორმაციას გაჩვენებს, პლუს კიდე არის დაშენებული, რომ სიტყვას შენ აქტიური ტიპი ხარ, ბევრი ადამიანი გისმენს, შენც ასე ვთქვათ გამომუშავება გაქვს და პლუს კიდე ის ადამიანები ვინც შენ გიყურებენ პასიურად ისინიც გამოიმუშავებენ. ახლა მოდელი რო ავიღოთ YouTube-ის, ხო? YouTube-ზე, საქართველოს YouTube-ზე არ არის საუბარი, ხო? ზოგადად YouTube-ზე არის საუბარი, რომ აი ინფლუენსერებს ხო თანხები ერიცხებათ, მაგრამ შენ რო რეკლამას უყურებ, პირიქით რეკლამა რო არ ნახო მაგის ფულს იხდი, რატო? დორსიც მაგას საუბრობდა Twitter-ის ყოფილი დირექტორი, რომ საბოლოო ჯამში უნდა შეიქმნას ისეთი სისტემები, ისეთი ეკოსისტემები, სადაც მე ჩემ დროს თუ ხარჯავ როგორც მკითხველი შესაბამისად, ესეც მონეტიზებული უნდა იყოს და აქ ამაზე მიდის საუბარი და რა ის ისე რა ცეხავიკურ ბიზნესზე არის საუბარი, პირიქით ან ყველაფერი ვითარდება და შესაბამისად დინოზავრების ეპოქას არ ვესაუბრებით ხო მაგას ვამბობ, ანუ მე ვესაუბრები ახლა ხალხს, რომელსაც მართლა ბიზნესიანი და არც იმ სტარტაპებს არ ველაპარაკები გრანტების გამო რომ დაძდევენ გრანტებს და საქმეს ვერ აკეთებენ, ანუ ეგ ხალხი ვერ განავითარებს ეს ეკოსისტემას ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან ცუდი გამოცდილებაა როგორც ინვესტორისთვის, ასევე მომხმარებლისთვის და ძალიან ცუდი გამოცდილებაა ბაზრისთვის და ბაზარზე თუ ეგეთი უმრავლესობა ყავს, ცუდი ბაზარი ხარ, რეპუტაცია ცუდი გაქვს, ინდექსი დაბალი გაქვს, არავინ არ გენდობა და მე შე ვიღაცა რო იწუწავა დაუშვათ იმაში დუბაიში ვიღაც ინვესტორებთან, მაგის გამო მე რო ჩავდივარ რეალურ ინვესტორებთან, მე მიწევს მე ასე ვთქვათ მტკიცება რომ კი ქართული ბაზრიდან ვარ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში კეთილს ინდიციები. კი, იმედია რომ ეგ ნარატივი ნელ-ნელა შეიცვლება, მოკლედ და ამ ნარატივზე ჩემ როგორ შეიცვალოს გეტყვი. ანუ როგორც კი გექნება მტკიცებულებები რომ ამან ეს გააკეთა, ეგრე უნდა გამოამზეურო და ეგაა რა. მაგას ვამბობ ტრანსპარენტულობა და ტრანსპარენტულობის
ერთ-ერთი ძალიან მარტივი ის იქნება ბლოკჩეინიზაცია, მოკლედ ამ ყველაფრის და გამჭვირვალობა და შესაბამისად რეალური გამჭვირვალობა ეს არის და არა სხვა. შემდგომი სიახლე იქნება რაზე? ტოკენიზაცია იქნება. ხო, აი ტოკენიზაცია არა. შემდგომი სიახლე არის სხვათა შორის აი ბევრჯერ შემხვდა უკვე 1 წლის წინ არ ხვდებოდა ახლა ისევ დაიწყეს რომ აი კვანტუმ რეზისტენსი და კვანტური კომპიუტერები და შესაბამისად აი ადამ ბექსაც ჩვენ როცა ვესაუბრეთ და ადამ ბექის ნათქვამიც არის აქ მოკლედ ამ სტატიაში რომ არ არის პრობლემა თუ განვითარდება აქეთ ამ მხარე ჩვენს განვითარებ ჩვენ ქიებს და ანუ ხალხს გონია რომ ბიტკოინი როგორც იყო საბოლოო ჯამში სტრუქტურულად ისე დარჩა. არ ნახეთ, ბიტკოინში პატარ-პატარა განახლებები ხდება. ერთ-ერთი პირველი განახლება იყო, მე მგონი 2010 წელს თუ 11 წელს, საფულის შიფრაციის ტიპი შეიცვალა, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო ნაკლებად დასაჰაკი იყო და ბუნებრივია კვანტურ, ასე ვთქვათ, კომპიუტერებში თუ მივაღწევთ რაღაცას, აქეთკენ Microsoft-მა თქვა ესეთი რაღაც, რომ თუ დაგვეწევა მოკეთლეკეთ აქეთკენ საშიშროება, მე მაქვს შექმნილი ჩიპები და მუშაობ იმ ჩიპებზე, რომელიც კვანტურ მედეგი იქნება, ანუ ამის გატეხვა და რაღაცები რთული იქნება და გამოხდნენ სხვა კომპანიების და თქვენს რომ საბოლოო ჯამში ნახე როგორ უყურებენ ეს ადამიანები, თუ ბიტკოინი შეექნება კვანტური კომპიუტერების გამო პრობლემა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ცენტრალიზებულ იმას სისტემას უკვე შეექმნა, მიხვდი და შესაბამისად ამაზე მუშაობა კი შეიძლება მე სკეპტიკურად უყურებ რომ სიტუაცია 50 წლის მერე მოხდება, 3 წლის მერე მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის მოხდება, თუ რაღაც შეიძლება მოხდეს, ეს თავიდან უნდა ავირიდოთ და ამიტომ შეიქმნა სწორად ბიტკოინი, რომ რაც უკვე ხდებოდა და რის საშიშროებაც იქნებოდა მომავალში, საბოლოო ჯამში ბიტკოინმა მოკლედ ესეც გადაწყვეტა. ანუ ერთი რამე არის მის ხალხს ჩემი გადმოსახედიდან რა, ბიტკოინი არ არის რაღაც ორ დღეში შექმნილი პროექტი. ანუ ბიტკოინი იქნებოდა რეალურად 40 წლის მანძილზე, ფაქტობრივად. 70-იანი წლებიდან დაწყებული 2009-მდე. ანუ 40 წელი იქნებოდა ბიტკოინი, მაგას უნდა თავისი ეტაპები. ინტერნეტი, ანუ HTTP პროტოკოლი, მე peer to peer-ი თუნდაც იქამდე კიდე იყო რა, ნუ ახლა ეს ზუსტ იმით არ მახსოვს რა ქვია იმას. თანმიმდევრობით იყო რაღაცები 2000-იანის დასაწყისში. 2000-იანის დასაწყისში იყო, ანუ 2000-ის დასაწყისში კი არა, გეტყვი როდის იყო? 1993 წელს იყო digital cash. ანუ იქამდე იყო public-ის იდენტიფიკაცია როგორ მოხდა იყო ბიზანტიის ხაფანგი იყო მე იყო digital cash-ი მაგის მე იყო ისინი e-cash-ი იყო 99 და 98 წელში პლუს ის იყო manifest-ი რო გამოვიდა crypto-anarchist manifest-ი გამოვიდა 1998 წელს ანუ Cyberpunk-ების აღზევება როდის იყო, ხო, მაგას ვამბობ რა. 90 წელს იყო მე ის რა ქვია, არა ტრეკინგ მიკვლევადი ანუ არა მიკვლევადი ელექტრონული ტრანზაქციები. ანუ წარმოიდგინეთ ტიპები რაზე ბაზრობდნენ 88, 99 და 90 წელში. ჩვენ აქ იმაზე რა ვიცი, პურის რიგში ვიდექით მაგ პერიოდში ეს ვისავა. Proof of work იყო 92 წელს. რა ვიცი, მაგის მერე იყო smart contract-ები 97 წელს იყო Nick Szabo როცა იმასნა დაწერა საბოლოო ჯამში. კონცეპტი მაგათმა შექმნეს. ადამ ბეკი ცოცხალი ლეგენდა საერთო ჯამში რომელთანაც შეიძლება გვაქვს ხოლმე კარგი გადაკვეთა და ძალიან ცოტა ისეთი ტიპია სასაუბრო, მაგრამ ძალიან კაი ტიპია რა. Bitgold იყო მე პირველი 98 წელს. მე იყო B-Money 98 წელსვე, ოღონდ უკვე ეს იაპონელი ტიპის მიერ იყო შექმნილი, ანუ მაგაზე არავინ არ ბაზრობს ხოლმე, რატო არ ვიცი. BitTorrent იყო 2001 წელს უკვე peer to peer network-ები. ქსელი რაც იყო რა ხელმძღვანელი. ეხლა რაც ვაკიდეში. ეს კონცეფციები ხო მანამდე ჩამოყალიბდა. ეს ყველა კონცეფცია ესე რაც ჩამოყალიბდა, აბა დააკვირდი და დაფიქრდით. ანუ ეს ყველა კონცეფცია არის მოთავსებული ბიტკოინში. და ბიტკოინი რომ მოძველეს კიდე ახალი გამოვიდეს, ბიჭო, ანუ შეხედე ეს შეიძლება განიცადოს. ხო, ანუ ეს ტექნოლოგია იმ ძველი ტექნოლოგიების ერთობლიობაა რეალურად. ანუ ეს არ არის რაღაც ახალი ტექნოლოგია, ანუ პირიქით ძველი ტექნოლოგიების ერთობლიობა, მათ შორის აი ბოლო ნაწილი იყო, მარტო ბოლო 2 წელიწადში იყო ისა სატოში ნაკამოტოს ამბები რა. იქამდე იყო WikiLeaks-ი, იქამდე იყო კიდე proof of work-ის კონცეფციის reusable ნაწილი. და კიდე იყო მოკლედ რო ვთქვათ, აი ადამ ბექის ნაშრომი რაზეც იყო მაგალითად იმაზე service counter-ი როგორ უნდა გაგეზომა რა. ხო და რა ვიცი, ანუ 40 წლის შრომა 36 ადამიანი და 40 წელი. აი ეს არის ის ციფრი, რომელმაც დღეს სამყაროს როგორც ფინანსური, როგორც ტექნოლოგიური, როგორც ასე ვთქვათ, ყველა მიმართულება შეხვდა. მათ შორის კრიპტოგრაფიული დაშიფვრის მიმართულებითაც და მათ შორის ზოგადად აი ამ ასე ვთქვათ კრიპტოსთან დაკავშირებული, არა მარტო კრიპტოსთან, არამედ ზოგადად ტექნოლოგიასთან, ჩიპებთან, რა ვიცი, ყველაფერთან დაკავშირებული საკითხი.
ხო და ესეთი ხალხის, ანუ ამ ხალხის შრომაზე დაშენებული ფუნდამენტზე დაშენებული ტექნოლოგია ბიტკოინი საბოლოო ჯამში არის ნაყოფი იმ, ასე ვთქვათ, ხის. თორე სხვა არაფერი და რავი, ბიტკოინიც იქნება შემდგომში ის, რომ შეიძლება, რა ვიცი, სხვა რაღაც განაყოფიეროს და წამოვიდეს ახალი პროდუქტი, ახალი ტექნოლოგიით, მაგრამ ბიტკოინი იქნება. რავა, ბიტკოინი რო გაჩნდა, proof of work-ი გაქრა, peer-to-peer network-ი გაქრა, ეგ კონცეფცია რა ვიცი მე შაურას 56 გაქრა, კიდე რა, ანუ smart კონტრაქტები გაქრა, თუ აი რა გაქრა. პირიქით, აი თითქმის ყველაფერი შეითვისა რეალურად ბიტკოინის კონცეფციამ ამ ნაწილში. ხო და როცა ეგ გაქვთ თვალწინ, ანუ იმას კი არ უნდა უყუროთ თქვენ მედიებში, რომ აი ხლა რომელიღაც Fidelity-ისა ის prediction-ი აქვს, რომ 2 მილიარდი გახდება და აქეთ BlackRock-ის CEO გამოდის და მოიცათ ბიჭო რა 2 მილიარდი 2 მილიარდი ნახევარი გახდება და ხო საარჩევნო დაპირებები ვით რო არის ხოლმე რა. პენსია იქნება 4000 ლარი და შენ რო იქნება არა ძმაო პენსია 5 იქნება ძმაო და მე რა აი ეგ სისულელე ნიუსებს საერთოდ არ უნდა უყურე ვაფშე აზრს მოკლებული არის რა ეგ ნიუსები ანუ შინაარსიც კი არ გააჩნია მაგას მნიშვნელობა არ აქვს ბიტკოინი არის გამოყენებადი inherent value აქვს ანუ შინაგანი value გააჩხირებულება გააჩნია პრივატული გადარიცხვები საკუთარი იმის აქტივების ფლობა და ინფლაციასთან განკლავებადი აქტივი რომელიც გინახავს დოლარს სიომეტი არაფერი არ გჭირდება მაგას დაკავშირებით. დანარჩენი ახლა ეგ ასე ვთქვათ ადამიანებს დაკარგავს იმ გრძნობას რომ თავისი ფული აღარ უნდა რომ შეინახოს და აღარ უნდა რომ გადარიცხოს მარტივად და გადაიტანოს დოლარი და ასე შემდეგ და გამდიდრება აღარ უნდა გაქრება ბიტკოინს კი ბატონო რაღაც აღარ დაჭირდება ეს ახლა ხო იდეაში ის პრობლემა ხო რაზეც ახლა ხალხი წუხს ამაზე მაინც ტექნიკურად რო იცოდეთ ესე არ არის რომ აღა მიშვებულია და არანაირი ასე ვთქვათ პატარ-პატარა განახლებები არ ხდება ძირეული განახლება არ ხდება რამაც შეიძლება ახლა hard work-ი გამოიწვიოს და საბოლოო ჯამში აი რა პროდუქტების მივიღეთ ბიტკოინ ქეში და მსგავსი რაღაცები ან თუნდაც ლაითკოინი ესეთი არა უბრალოდ პატარ-პატარა განახლებებს აქ დიდხნიანი დისკუსია მიდის რადგან დიდი ქსელი არის და შესაბამისად ამ ქსელში რამე ისეთ სერიოზული რომ მოხდეს საბოლოო ჯამში ნდობას დაიკარგება და ამიტომაც კიდევ ერთხელ ვისაც ეს კვანტური კომპიუტერების და მსგავსი ტექნოლოგიების გეშინიათ არ შეგეშინდეთ ეხა და რობოტები მოდიან კიდევ სახის გაგვაძრობენ როით უნდა ვიკიდო ეგ რობოტი და უნდა ვიარო ქუჩაში მაგით უნდა დაუყენო იმის ზერო იმას ქნეს ბოქსის ფუნქცია უნდა ჩავურთო რა ხო, ну, ეს ახლა მომავალზე ორიენტირებული ისინი ნელ-ნელა ვითარდება ყველაფერი, უბრალოდ ჩვენა ერთ ციკლში გავიჭედეთ. ჩვენ ვართ ხო, სადაც რომელ საუკუნეში ვართ ჩერჩენილები ეგა? მე მგონი მე-20-ის ბოლოდან ვერ გამოვედი. ჯერჯერობით. მოკლედ, სანამ უშუალოდ ფასებზე ვისაუბრებ, მანამდე ახლა ეკრანზე გამოჩნდება, ვიღაცა მიკითხა, მე ფანტომა დაამატა, ფანტომის საფულეზე იყო ესეთი რაღაცა მონად და ეს მონადი რა არის როგორ გამოვიყენო, თქვენ შეგიძლიათ testnet.monad.xyz-ზე გადახვიდეთ, ყოველ 12 საათში ერთხელ მიუთით თქვენი საფულე, სადაც დაგერიცხებათ მოკლედ testnet ტოკენები და testnet ტოკენების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ რაღაც სხვა ტოკენებში გადაცვალოთ ეს ან testnet ტოკენი რას ნიშნავს? ამ ტოკენს რეალური ღირებულება არ აქვს, უბრალოდ თქვენ თუ იექსპერიმენტებთ ამ ასე ვთქვათ აქტივით, სელი ხომ უნდა გაიტესტოს, ბეტა ვერსია. ესეთი აქტივით შესაბამისად მიიღებთ სხვადასხვა ასე ვთქვათ სამომავლოდ შეიძლება მიიღოთ სხვადასხვა სარგებელი, აქ არის რამოდენიმე პროდუქტი, შეგიძლიათ ამ პროდუქტზე გადახვიდეთ, არანაირ რეალური თანხა არ უნდა მოგთხოვოთ, თუ რეალურ თანხას გთხოვთ და ესეთ პროდუქტს ნახულობთ, შესაბამისად ეს უკვე თქვენზე არის, მიიღებთ თუ არა ამის გავს ტესტნეტში მონაწილეობა, ძირითადად ტესტნეტები მაინც ჩემი აზრით თუ დამწყები ხართ, უნდა შეარჩიოთ ისე, ეს ფინანსური რჩევა რა თქმა უნდა არ არის, სადაც არანაირ ფულს არ ხარჯავთ და უბრალოდ თქვენ დროს და თქვენ რესურსს, ასე ვთქვათ, რაღაცის გადაცვლაში, რაღაცისთვის ლიკვიდურობის შექმნაში, ამ მსგავს რაღაცაში იღებთ მონაწილეობას და შესაბამისად შეიძლება როდესაც უკვე უშუალოდ ასე ვთქვათ, მეინეტი, ანუ მთავარი ბლოკჩეინი და მთავარი ინფრასტრუქტურა როდესაც ჩაიშვება, უკვე თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია რომ ეს კარგი იყო, ის ცუდი იყო და ასე შემდგომ ამას გაითვალისწინებენ და თქვენ მოკლედ ამ ინფრასტრუქტურის შენებლობაში მიიღებთ მონაწილეობას. ეხლა რაც შეეხება ბიტკოინს და მე ნელ-ნელა კომენტარებიც ვნახოთ და
ცოტა ხანშიც დავემშვიდობოთ მაყურებლებს. მოკლედ, ეხა ეკრანზე გამოჩნდება ბიტკოინის თავს რა ხდება. ბიტკოინის თავს პრინციპში ისეთი არაფერი არ ხდება იმ დიაპაზონებიდან. არ არის გამოსული რა დიაპაზონებზეც გვაქვს საუბარი. თქვენ როგორც მე ადრე ვისაუბრე, უხეშად თქვენ შეგიძლიათ ასეთი დიაპაზონების შემთხვევაში 50%-იანი სალდო აიღოთ, ანუ 50%-ზე გაყოთ ეს ორი დიაპაზონი, ან უბრალოდ მოცულობები ნახოთ რა ფასზე რა მოცულობები იყო ჩაშლილი მოცულობების კუთხით და ამის და მიხედვით მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ვხედავთ რომ ბიტკოინი ჯერჯერობით ასე ვთქვათ აღმასვლის ტენდენციაში ამ პატარა ჭრილში, თუმცა გადავამოწმოთ დომინაცია, ბიტკოინის დომინაციასთან მიმართებაში რა ხდება და წინა ლაივში სხვადასხვა გამომჩა ეთერიუმზე ვერ ვისაუბრეთ, ხო, დომინაციაც არც თუ ის ცუდ ადგილას არის, დომინაციისთვის ჩვენ საშუალო დავიღეთ 59%, სადაც უბრალოდ მე პირადად დავფიქრდები თუ რა ხდება და ეგრეთ წოდებულ alt სეზონზე რა შეიძლება მოხდეს, ან აინტერესებთ თუ არა, ასე ვთქვათ, ინვესტორებს ბიტკოინი ისე როგორც სხვა აქტივი, ჯერჯერობით 61%-ია, რაც იდეალურია ჩემთვის. კლებარი დღეს ეს იმას და ბიტკოინის ფასი იმატებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა აქტივებშიც შედიან მომხმარებლები. ვნახოთ აბა ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტი. მოკლედ მიმოვიხილოთ ეს ყველაფერი. ეთერიუმიც ჯერჯერობით ძირის აღმოჩენის დიაპაზონშია და არაფერი ახალი და საიმედო პრინციპში არ ჩანს, თუმცა კიდევ ერთხელ ჩემთვის მაინც ეთერიუმი რჩება, თუ სოლანს და სხვა პროდუქტებს შევადარებთ და სუიზეც და სუპრაზეც ვისაუბრეთ და სხვა კონკურენტებზე, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ეთერიუმი რჩება იმ ცოცხალ პროდუქტად, რომლის დეველოპერებიც კი ნელა მუშაობენ, კი უფრთხიან რაღაც ექსპერიმენტებს, მაგრამ ფაქტია წინა სიახლეები, რაზეც ვისაუბრეთ და ის, რომ ეთერიუმი არ გაყიდეს და პირიქით, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურაში ჩადეს და იქიდან მიღებული პროცენტით გადაიხდიან ხელფასებს, ესეც კარგი არის და ეს ტენდენცია კარგი არის. ეხლა ვნახოთ ბევრისთვის საყვარელი სოლანა და ბიტკოინი. სოლანა და ბიტკოინი, ხო, აი სოლანა იმ დიაპაზონში ჩამოსდა, რა დიაპაზონზეც ადრე და თვეებია მაქვს საუბარი და ერთ-ერთ ასე ვთქვათ საშის დიაპაზონზე შეიძლება ჩამოვიდეს, ქვევით არც თუ ისე სახარბიელო დიაპაზონებია და აქვე როგორც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, მოკლედ არ დაგავიწყდეთ ჩვენს Facebook გვერდზე, ჩვენს ჯგუფში არის ინფორმაცია Pixel აკადემიის შესახებ, სადაც აი პატივცემული წარუძღვება, მოკლედ სადაც ჯერ იმას ხას ჯერ არ გვინდა ეკრანი და მე გამოვაჩინოთ 2 წუთით, მანამდე მოვძებნით. ხო, აი ავთოც ისაუბრებს ახლა კურსის შესახებ. ხო, Pixel აკადემიის ამბავი დავიწყეთ. საერთოდ ჯამში 2025 წლის იანვარი უნდა შევაჯამოთ იდეაში, იცი? ან ფაქტობრივად იანვრის თვეში. აბა ვინ გვაცადა შეჯა. ხო, ანუ ეგ ამბავი იყო, ანუ იანვარი არ იყო დაწყებული, ანუ მე რო ავდექი კლინიკიდან რო გამოვედი და ფეხზე რო ავდექი. რავი, იდეაში იანვრის შუადან რა, სადღაც 8 იანვრიდან დავდექი მე. აი ხა ეკრანზეც გამოჩნდება. 8 იანვრიდან უკვე ვაკეთებთ, უკვე გავაკეთეთ რა. ეს კურსი იმისთვის რომ Pixel აკადემია რეალურად შეიქმნა იმაზე რომ ჩვენი მეგობარი ლექტორები, სადაც ჩემ ასე ვთქვათ ახლობელი ჩემ მათსავი სწავლობდა ლარი და 60-ით მოუმატეს ხელფასი და მაგის გამო გაუშვეს სამსახურიდან რომ უკმაყოფილოები იყვნენ ამ კურსთან დაკავშირებით, დეველოპერები არიან, ძალიან მაგარი დეველოპერები არიან, რომლებიც ასევე კრიპტო ბაზარში გუნდში შემოგვიერთდებიან. რეალურად და ერთად უკვე რაღაც პროექტებზეც ერთად დავიწყებთ მუშაობას. ხო და ეს დეველოპერებისთვის ჩვენიცაც ხო გქონდა ეს აკადემია და ბარემ უკვე ფიზიკური გავაერთიანეთ, კონცეფცია მად მოიხარშა ეგეც რომ ის ადამიანები ჰაერში არ დარჩენილიყვნენ, ცალკე ყოფილიყვნენ, პლუს უფრო დაახლოებული და პლუს გვეჩვენებინა სხვა ბიზნესისთვის როგორ იქცევა, როგორ უნდა იქცეოდეს რეალურად ბიზნესი. აი დეტალი რო ვთქვა, აი წინა ახლა ვიღაცები წინა აკადემიაში შენსას ვინც დაესწრენ, აი ხარა განსხვავება იქნება, ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის ფიზიკური ლექციები გასაუბრებები, ხო, ფიზიკური ლექციები იქნება განსხვავება, ის რომ არა პარალელურად ჰიბრიდული იქნება, ანუ იქნება ონლაინ და პლუს ფიზიკური, განსხვავება კიდევ ის არის, რომ მე მქონდა ხოლმე გასაუბრებები და ფილტრაციას ვაკეთებდი, იმიტომ რომ 40-დან დაახლოებით 7 ან 8 ადამიანს ვიყვანდით, მაშინ მასობრივად არ ვაკეთებდით მაგას რა. ახლაც გვაქვს გასაუბრებები ხოლმე, მაგრამ აი მე არა ვარ, ანუ თვითონ Pixel აკადემია აკეთებს და Pixel აკადემიას გადავულოცე ეს ექსკლუზივი, ესე ვთქვათ.
ამიტომ პირველად ხდება ეგრე რომ მე არ ვაკეთებ ასე ვთქვათ ამ გასაუბრებას და ვნახოთ აი როგორი იქნება რა შედეგი იქნება. აი აღწერაში რაც არის ხო? აი აღწერაში გადავლენ მოკლედ მარტივად რო აუხსნათ აღწერაში გადავლენ ლინკზე. ყველაფერი უწერიათ ბიჭებს კურსის აღწერა და აგერ მოთხოვნას დავაწვევი ხო? მე მოითხოვ კონსულტაცია და ეგა. და კითხავს დაუსვამენ რა. მოკლედ ეგ ამ მთელი კონცეფცია შინ არის პიქსელის. პიქსელ აკადემიაზე ბევრ კურსს დავამთავრეთ. მე აღებული მაქვს რომ სპორტში ესე მაქვს ჩემ თავში მოხარშული რომ პიქსელ აკადემია ერთ წელიწადში ეტაპამდე უნდა მივიყვანო რომ უკვე პიქსელ აკადემიის ფილიალიც გაიხსნას არგენტინაში. და დაუშვათ როგორც კრიპტობაზარი ემსახურება საკონსულტაციო მიმართულებით არგენტინაში არსებულ დაუშვათ ბიზნესსა და სტარტაპებს და თუნდაც გერმანულ კომპანიებს ისე მოემსახუროს პიქსელ აკადემია უკვე თავის სერვისებით ესპანურ ენაზე, ესპანურენოვანი ლექტორებით არგენტინულ ბაზარს, სადაც 18 მილიონი ადამიანი მარტო ერთ ქალაქში ცხოვრობს, 6 მილიონი ნახევარი კრიპტოსთან შემხებლობაშია და 6 მილიონი ნახევრიდან მინიმუმ 4 მილიონს განათლების ის აქვს დეფიციტი აქვს მიუხედავად იმისა, რომ Udemy, სხვა YouTube და სხვა რაღაცები არის. ისინი ხო იცი როგორც მუშაობს, რომ რეალურად რეალური საბოლოო ჯამში რავი აი კორონას მერე იყო ჰაიპი რომ აი დისტანციურად და საბოლოო ჯამში მაინც რეალური კომუნიკაცია ასე ვთქვათ ურჩევნიათ ადამიანებს. აბა ვნახოთ კომენტარებიც და შევაჯამოთ მოკლედ Facebook-ზე ნახე შენ მე YouTube-ზე. პრინციპში არც მიკითხავს მე მგონი თუ სამი ადგილი იყო დარჩენილი იმას კურსი. ხო, ну მოკლედ თუ რამეა მეორე ჯგუფსაც ხო გაგვეხსნე. ხო, პრინციპში მომიწევს მეორე ჯგუფის გახსნას იდეაში. პირველი ნაწილი, პირველი სიახლეებით და network-ზე რას ფიქრობთ იყო ერთადერთი. არაფერს არ ვფიქრობ network-თან დაკავშირებით რა. ვინცი ხეირა, რავი, ვინცი ხეირა კიდევ გილოცავთ? ანუ რენგენასვალი ჩემი თავი ვინც ვერ იხერა რა გიყოთა. თორე ის რო ახლა აი შეგიძლიათ ორი რაღაცა შეადაროთ. ბიტკოინი ჩამნაცვალებელიაო, რა ვიცი, ფსოს ჩამოვალ 10 ბიტკოინს, ვისაც გინდა დაგენიზა. 10 ბიტკოინი უნდა გქონდეთ თქვენს. წავიდეთ smart contracts დავდოთ ან რომელიმე ბირჟაზე გავაკეთოთ აკრედიტივით, დავდოთ 1000 ბიტკოინი, რომ P-network-ი ცხოვრებაში ვერაზოს 3 წელი, 5 წელი მივცეთ, 10 წელი ავიღოთ, 10 წელი მივცეთ. 10 წელი მივცეთ და ვერაზოს ვერ ჩაანაცვლებს იმას. ბიტკოინის კი არა, რა იმას. ну რეკლამებით მოპოვებული ფული და მსგავსი რაღაცები არა. ერთადერთი P-network-ზე გილოცავთ. ხო, მაგას ვიტყვი რა. რეკლამებით მოპოვებული ფული არ არსებობს. მარტივად. ძალიან მარტივად. P-network-ში პროზა ფული შეტანა არ გჭირდებოდა, მაგიტო არც არაფერი არ გვიტყვს არ ვიტყოდით მაგას. ფული თუ არ გიწევ შეტანა, იქიდან გამოიტანე გასო ვინ გიშლის. მაგრამ რო გთხოვს რომელიმე პროექტი ან პროდუქტი რო ფული შემოიტანე, რო ფული გაიტანო ესე გატყუებენ, რა ვიცი, სადღაც არის რაღაც ლოგიკა არსებობს. ზედმეტ ფულს გთხოვთ. ხო, ერთადერთი შეგიძლიათ უბრალოდ თუ პერსპექტივის კუთხით გაინტერესებს, ახლა კაიტოზე ვისაუბრე, მოკლედ ძალიან აი დააკვირდით, აბა P-network-ი როცა ჩაეშვა ფასი, როგორ შეიცვალა კაიტო ან სხვა პროდუქტების ფასი, ცოტა გადავადებით როგორ იცვლება, ანუ რისი თქმა მინდა. ერთადერთი ინტერესი P-network-ში ჩართული ხალხი ვინც იყო, რა იყო? როგორ გავაქეშო P-network-ი. დაანჩენ სხვა Bitcoin, დაანჩენ სხვა ღირებულება, ხო? ну თუ მოასარი თუ ვერ მოასარი უფრო დაბალ ცენტებზე იქნება მოკლედ შეჯამა P-network-ის და სხვა პროდუქტების ეს არის კიდევ ერთხელ გილოცავთ ვინც იხერეთ თუმცა ეს ის პროდუქტი არ არის P-network-ი შეგიძლიათ გამოგეკეთოთ ჩვენი კრიპტობაზრის რეფერალური ლინკი ვიტრინაზე და გააკეთოთ P-network-ი და გამოიტანოთ ნახა იქიდან ან რა ვიცი იგულავთ ან რა ვიცი ალტებში გადაიტანოთ რეინვესტირება ან რა ვიცი Bitcoin-ში გადაიტანოთ რეინვესტირება მე მაგალითად თუ დაუშვათ კარგი მსუყეთ ახლა მექნებოდა ნახევარს გამოვიტანდი თუნდაც ჯიბეში რომ ცოტას გავერთობოდი, იმიტომ რომ ამდენი წელი ელოდებოდით მაგას. ნახევრით ალტებში გავუშვებდი ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნაჩუქარი ფულია და ნახევრით იმაში Bitcoin-ში. და ეგრე გადავანაწილებდი და Bitcoin-საც დავაგროვებდი. და მე ალტებში თუ კიდე გავაკეთებდი მოგებას, კიდე გადავანაწილებდი ნახევარს Bitcoin-ში დავაგროვებდი, ნახევრის უკვე ჯიბეში ჩავიდებდი და ნახევრით უკვე ალტებში გადავანაწილებდი. ნახევარი მოკლედ ყველაფერს ანახევრებს და ესე იმაშობთ. ხო, ну მოკლედ ვინც იხერეთ, რავი, მოლოცვის მეტი არაფერი არ გვეთქმის და დაანჩენი ახლა კიდე ერთხელ დააკვირდით ხოლმე პროექტებს თუ რამე სასწაულს თავაზებენ, ხო, აი, აქ შეიძლება მუსიკაც იყოს, მაგრამ არ არის. ხო. შევაჯამოთ მოკლედ. პირველ ნაწილში რა ვისაუბრეთ რამოდენიმე სიახლეზე, რომელიც პრინციპში ბაზარზე რა ტენდენციებიც არის და ტრენდებიც ამ მეტნაკლებად ეხმიანება, ჯერჯერობით ჩაჭერა ბულმარკეტი და ბულმარკეტი არის, მაგრამ ალ სეზონი არ არის და შესაბამისად გაფანტული არის ხოლმე რესურსები მეორე არ გადის ბაზრიდან ფავარი ეგა. არა, ფული ჯერ არ გავა. სტაბილური კოინების გადარიცხვები გაიზარდა მიუხედავად რომ ბაზრის კაპიტალიზაცია ბაზრის ფასმა დაიკლო. აკუმულაციის კლასიკურ პერიოდში ვართ. დადის აგ ერთი და იგივე დიაპაზონშია გაჭედილი
ჩინური სიახლეები არის ახალი ბანკებმა მიმართეს ამერიკის ფედერალურ რეზერვებს რომ მოგვეცით კრიპტო სერვისების წლის ბოლომდე გვაგულოვებენ მოკლედ ჩემი აზრით ჩვენი აზრით ემთხვევა და ესე არის და დაანჩენი ვნახოთ თავარია რავი სქემერებთან არ მოყვეთ საფულები არასწორად არ დაერთოთ ვიღაცას ფული არ გადაურიცხოთ და ასე შემდეგ და დაანჩენი ყველაფერი მე მგონი ნორმალურად იქნება და წესით უკვე ბევრისთვის ბულ მარკეტისთვის ნორმალურად უნდა იყოს რადგან თუ ბიტკოინში რა რამდენს უთქვამს თავი და რო ამბობდნენ რომ ბიტკოინის აღატო ვიყიდოთ ძმაო რამდენი უნდა გამიკეთოს და მე რო კარგავს ნეტა ბიტკოინი მაინც მეკიდა რაღაცას მაინც გამიკეთებდა. ნუ ახლა ეს ამას გადაცემაში ბევრჯერ არაფინანსურად ვისაუბრე რა თქმა უნდა მაგრამ რას ვიზამთ ბევრი კომუნიკაციებმაც კიდე ნუ დავღალეთ იმენა ყველა გადაცემაში ვამბობთ რომ არაფინანსურია და ერთხელ ვიტყვით სეზონის დასაწყისში და სეზონის ბოლომდე აღარ ვიტყვით თორე დავიღალე მე თვითონ ასე რას ვიზამთ ეს არის არაფინანსური მოკლედ იმას ვქნათ დავამშვიდობოთ პრინციპში კრიპტო ბაზარი პარასკევამდე ბაასიც მანამდე ბაასებს არ მოგაკლებთ ბაასი არის ფორმატი რომელიც YouTube-ზე გადის და შეგიძლიათ და ახალი ამბებიც წამოგვეწევა კიდე იმის გარდა რომ კრიპტო ბაზარი მაგალითად ახალი საკონსულტაციო მიმართულებებით ტოკენიზაციის ნაწილში ძალიან კარგი წარმატებებს მივაღწიეთ რომ თუნდაც გერმანულ კომპანიას მოვემსახურეთ და დაულაგეთ ფაქტობრივად დაუმენეჯმენტეთ მათი აქტივების ტოკენიზაცია უძრავი ქონების მიმართულებით მენეჯმენტისა და დეველოპმენტის კომპანიას მაგის გარდა ეს ყველა სიახლე რომელიც აკადემიის გაკეთებას, აშენებას, გარემონტებას მოყვა, მეორე ნაწილი იყო უკვე შემდეგი იყო რომ ჩვენი პორტფელის მენეჯმენტის ნაწილში უკვე ინვესტორების რაოდენობა გაიზარდა იუტა შტატში პატივცემულ დენისთან ერთად ძალიან კარგი ასე ვთქვათ სამადლობლები მივიღეთ რომ უცებ ეს გერმანიაში ვიყავთ ეს შემოტრიალ და მე მობილური და ის სენატორების ტაში რაღაც ეს კათოლიკ ბიჭებიო რომლებიც ჩართული იყვნენ ჩვენთან ერთად ამ საქმიანობაშიო რა ეგეც ძალიან მაგარი ამბავი იყო და მოკლედ ძალიან მაგარი სიახლეები იქნება კიდე კრიპტო ბაზრიდან და კრიპტო ბაზრის ერთგულ კომუნიტს კიდე ცალკე სიურპრიზები არის რა თქმა უნდა როგორც თქვენგან ვიღებთ რაღაცეებს ისე ვიძლევით უკან ჩვენც შესაბამისად ეგა და ეგ ერთად ვძლიერდებით ეგა ამბავი მოკლედ ბედნიერ დღეს გისურვებთ წარმატებულ დღეს გისურვებთ მწვანეები მალე იქნება არის დარდოთ თქვენ მაგაზე რა თქმა უნდა რა ფინანსური და ჯობია სტაფილოსფერს მიაწვეთ აბა თქვენიც დროებით